დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის ხდომა. მინდა ვისაგებლა შემთხვევით და წარმატებულ სულ კრისტალ ბეტრენული ლიგის და კრისტალ ბეტრენული ლიგა 2-ის გუნდებს. იცით, რომ ჩემპიონატის სტარტს აიღებს 28 თებერვალს. შაშანდელი ჩემპიონი იბერია 1999, პირველ ტურში შეხვდება კრისტალ ბეტრენული ლიგის დებიუტანტს მეშახტეს და ყველა გუნდს მინდა წარმატებულ სულ როგორც შიდა არენაზე, ასევე ევროტურნირებზე ზაფხულში. დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო დებულების დამტკიცება 2026 წლის სეზონის და სიახლე გვაქვს აქ თასის გათამაშებაში, სადაც წლევანდელ წელს დებულების შესაბამისად კიდევ კვლავ ერთმატჩიანი იქნება ყველა დაპირისპირება ყველა ეტაპზე, მაგრამ მოხდება განთესვა გუნდების და ბადე შედგება წლის დასაწყისშივე და ყველა გუნდს ეცოდინება თავის პოტენციური მეტოქე იმ ბადის შესაბამისად, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება წლის დასაწყისში. აგრეთვე დამტკიცდა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დებულება, იცით რომ ჩვენ ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ფინანსურ ხარდაჭერას ვახორციელებთ საფეხბურთო სკოლებზე და ეს დებულება, რომლის შესაბამისადაც 4 კატეგორიის საფეხბურთო სკოლა არსებობს საქართველოში, კვლავ ძალაში იქნება და 2026 წელსაც ეს პროექტი გაგრძელდება. აგრეთვე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს გავაცანით შაშანდელი ლიცენზირების პროცესის შედეგები. საბედნიეროდ ყველა იმ გუნდმა, რომელიც კრისტალ ბეტრენული ლიგას, კრისტალ ბეტრენული ლიგა 2-ში და სხვა ლიგებში მონაწილეობს, შესაბამისი ლიცენზია მიიღეს, აგრეთვე ქალთა საფეხბურთო კლუბებმა და ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, ყველა გუნდს, როგორც ქალთა პირველ ჩემპიონატებში, ასევე კრისტალ ბეტრენული ლიგაში და ყველა იმ ლიგაში, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიდით იმართება, მინდა წარმატება უსურვო.